გოგოებო, დამირეკეს რომ სხვაგან არის წებო. სადაც შემიძლია წავიდე და ვიყიდო, ასე რომ ვისაც გინდოდათ საყურო შეკვეთა, შეგიძლიათ მომწეროთ. გავალ ამ დღეებში და შევიცე. ასე რომ შეგიძლიათ უკვე მომწეროთ დოდონას ედმენდის გვერდით მესენჯერში, ან დოდონას ბლოგზე, ან გვანცა წივილაშვილის მესენჯერზე, სადაც თქვენ გაგიხარდებათ მე ყველა პლატფორმაზე თანაბრად ვკითხულობ SMS-ებს. ამიტომ გელოდებით პირა. ჩაიყოდე? ვოდიდეთ, წავედით. მარიკონა, წავედით, ეს სწრაფად ცოტა დედი და გვაგვიანდება. დედა, როგორ გიხდება კომბინეზონი? წავედით. გადასარავი მზე გვაქვს, როგორც ხედავ. იქით იმ სიმაღლე დაცვის ბიჭი იდგა ხალხო. რა ვიცი. იქით მაღალი კაცი ჯერ ნანახი არა ყავს. მით უფრო ჩემზე ძალიან მა. და გამოვჭრა ესენი, რომელიც სახლში წასვლა-მოსვლის ეგრეთ წოდებული ცხრილი კეთდება, აპლიკაცია თუ რავიაც კიდე დავარქოთ. მე სულ თქვა მიჭირს. სწრაფად მოვდიოდი, იმიტომ რომ საქმე მაქვს და სანამ პაწაწუნები მოვლენ, ცოტა მოვასწრო თქო და თავი წავიქცია ისე ჩქარა ვიარ. მაგრამ და მოვასწროთ. რომ ცოტა მაინც ეს მოწესრიგებული მქონდეს, რომ მე ბევრი აღარ ვიწვალა. პაწაწუნებს ბევრი ყურადღება ჭირდება, შესაბამისად იმის დრო მე აღარ მაქვს ხოლმე, რომ სხვა რაღაცეებიც ვაკეთო, რაც მათ გარეშე უნდა ვაკეთო, ან ხვდებით და ჩემ პატარა ბიჭები ვერ გააკეთებენ და ამას ასე ვერ გამოჭრიან, როგორც მე მინდა. ჯერ პატარები არიან. შესაბამისად უნდა გამოვჭრით ჩვენ. მე გაკეთდება, აქ სხვა რაღაცებიც არის გასაფრირებელი. დაეწერება სახლი და ბაღი, დაეკრობა მუყაოებზე, მოკლედ ძალიან ბევრი ამბავი უნდა ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ახლა დღეს რო ვერ მოვასწრებ დილით, მაგას ხმა ჭირდება, მაგრამ ცოტას მაინც მოვასწრებ. თქვენთან რა ხდება სამსახურებში, გოგოები? დამიწერეთ, ვისად მუშაობთ. საინტერესო იქნება ჩემთვის, საიდან მერთვებით. სათხართ. საიდან უყურებთ კვდოდის? ახლა ეგრე სამსახურიდან მე ვინ მიყურებს გეხოწებით? ვინ დაგადებინებს ასე ტელეფონს რო არ იქ ახლა განცას უყურებ, მაგრამ არიან ხოლმე გოგოები, ფსონებებზე გიყურებ, ყავის დალევის დროს გიყურებ და ასე შემდეგ. ვისაც როდის ცალია და საერთოდ მადლობა რომ იცლით ხალხო ყოჩა, რომ იცლით. თუმცა განტვირთვისათვის მეც ვუყურებდი ხოლმე ადრე. მაგრამ ახლა ერთ-ერთი საკუთარ თავს ვუყურებ დამონტაჟების დროს, იმიტომ ნამდვილად რაღაც ცალი აღარავის აყურებდა და აი აზქროლის დროს თუ ვინმე შემხვდა და რაღაცა ერთი პატარა მონაკვეთი ვუყურე, ეგ არის. თორე ასე დავჯდე და ვუყურო, სამწუხაროდ დრო აღარ არის. ხა ნახეთ რა ხლა ფენა მაქვს ახებული და ამას უყურეთ. იმიტომ რომ ეს გაყოფილია და ეს ვეღარ არის. ყველა გოგოს იმშურს, ვისაც მორჩილით მაგათ იცოდეთ რომ შურს, პირდაპირ გეუბნებით არ მავა.
ყველას იმშურს ვიბუხმები ვისაც მორჩილი თმა გაქვთ და ისეთი რომ აი გული გაუცდება ადამიანს და ჩემსავით ისაკ ჭირდებათ რა ქვია დულგარმონები რომ დაიყენოთ და ერთხელ მისცემთ ფორმაზე დამთავრდა და ზოგი უბრალოდ იوارცხნის და ეგრე აძლევს ფორმას და მე ამისათვის უნდა ავდგე ადრე ბევრად ადრე რომ საერთოდ რამეს დავამგვანო ჩემი თმა და მაინც არაფერს არ აკავს კი ხედავთ აგერ ბედნიერად ვგავარ ახლა ეს ცოტა მოვაჭრა ძალიან გავუდილავე ჯერ 9 არ არის გოგოებო საათი მაგრამ უკალია დილი და შრომა ხალხო დილი და შრომა გარჯის დროა გოგონა ბიჭუნა ეს გაფერადებული გოგო ასევე მე გამოიჭრას აი ეს მე გამოჭრებში ცოტა მოვიკუჭლებ მინდა გითხრათ არ ვიცი როგორ გამოჭრი და რა იქნება მე რაღაცა მეჭვებავთ რომ მოწოდების სიმაღლეზე გამოჭრა ხოლმე ეს ჯერ ზედმეტებს მოვაშორებ და მე მივყვები ცოტა ისე რა ქვია ნაწილ-ნაწილას ვთქვათ ამზეს გამოჭრის ნერვი მაქვს ახლა მე ვიქნ გამეძლებს ნერვები რომ პუწა-პუწა ამოჭრილებში ვქნა რაღაცა მეჭვება ღმერთო უფალოს ვარ გამაჭო რასვი და რა ვიცი ახლა ამისი გამოჭრა გაკეთებთ და მივანაგაო ხო თქვი რომ მე ამის ნერვი არ მექნებოდა გამიჯერა ვინმე იცი რა არის საათ ვფიქრობ რომ ზემოდან გამეფერადებინა და აღარ გამეჭრა იმიტომ ისეთი მონაკვეთებია აი მე მიშველეთ დავხდიან გოგი გამიჯერეთ ამის დროა ესე რა თქმა უნდა გავაფერადეთ ხალხო ავიდეთ აბრეშუმის მუზეუმში, სახელმწიფო მუზეუმში. საცობი დაგვემთხვა, როგორც ხედავთ. თუმცა ამინდი იყო ისეთი ნორმალური არციო და ძალიან ამიტომ ძალიან გაგვიმართლა. ამ ნახატზე ვგიჟდები და ნელ-ნელა ვუახლოვდებით ჩვენს აბრეშუმის სახელმწიფო თეატრს. არ ვიცი ნათქვამი მაქვს თუ არა თქვენთვის, მაგრამ მე ძალიან მიყვარს მუზეუმები. შემიძლია უსასრულოდ ვათვალიერო და მუზეუმ დამოკიდებული ადამიანი ვარ. აქ რასაც ხედავთ, რა თქმა უნდა, სულ ეს არ არის ბევრად დიდია ეს მუზეუმი. ჩვენი პეპლები. ძალიან საინტერესო იყო, კიდე ყავდა ასევე ძალიან კარგად მოსაუბრე, ცოდნე თავისი საქმის. ძალიან ყურადღებით დასათვალიერებელი მუზეუმია და არ არის ესე სირბილით რომ უნდა აიარო და შემოირბინო. რა თქმა უნდა, ამას საკმაოდ დრო ჭირდება საკმაოდ ბევრი და დიდი მასალა. თუმცა შევეცადე რამდენიმე წუთით შემომეჭყდა. თუ გამოიცნობთ, ვინ დაბრუნდა სახლში? მე მეგობრებო. მე დაბრუნდი სახლში ჩემი ყავით. ეს ჭიქა არ ვიცი რა იმედი და სადავარ გადაწოლილი ერთი ძამით. ეს ჭიქა არ ვიცი გოგოებო თქვენ გახსოვთ თუ არ გახსოვთ. ვიყიდე ადრე ვაჟებშაველაზე ხა სხვა გადყვარ ვიკადრებდი ხიდვას თავისი სადგამით მე სადგამებზე მაქვს ჩემი ძალიან ისეთი სენსიტიური ურთიერთობა და სადგამებზე რომ გიждდები შესაბამისად ჭიქებს ვყიდულობ ხოლმე სადგამებით. ხო
ხო და ახლა ეს სადგამი არ აქვს სხვაზე მიდგას, მაგრამ ზოგადად გეუბნებით. ესეც მიყვარს ეს დედამაჩუქა, ძალიან მიყვარს, რამდენიმეა. ხო და ესე რომ ვიჭერ, რა თქმა უნდა, ხო არ ჩანს ეს, მაგრამ თუ პირობითად ასე მექნება, რა თქმა უნდა, ეს ჩანს. ნახეთ. ხო და ამის სადგამი სად მივაპორწიარე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ამითაც გადასარევად იცავს ყოველ შემთხვევაში მაგიდას, რომ არ დამიზიანდეს ეს რაღაცა სპეციალური რეზინი თუ რა ქვია, რა ვიცი ამას, გადაკრული რო არის მაგიდაზე, რო არ გამიფუჭდეს, მოკლედ და არ დადნეს და არ გამიგიჟდეს ქმარი და გაყრამდე არ მივიდეს, მოკლედ სადგამებია აუცილებელი. ისე დავიღალე გოგოებო, ყველა ჯვარი გწერეთ, არ ვწუწუნებ ოღონდ, მადლობა ღმერთო სამსახური მაქვს, ადამიანებთან კომუნიკაცია მაქვს, ნუ მოკლედ პირიქით. უბრალოდ დავიღალე, რასაც ხო და ვეწუწუნო. ხო და მოვედი, მადლობა კიდევ ღმერთს იმაზე, რომ დღეს მარიკოს არ ჩაეძინა გზაში, ანუ ხელით ტარება არ მომიწია და მარშრუტკაში ჩაეძინა და მარშრუტკას აღარ დავეძებდი, კაცო ახლამდე მომიყვანა. მოკლედ დღეს ვიყავი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, ჩემ და სამარცხვინოდ პირველად. და თუ თქვენც ახლა შეგრცხვათ, რასაც მე ვიტყვი, უმჯობესია რომ ნახოთ. უმარტივესი მისაგნებია მუშტაეძის ბაღის პირდაპირ. უგრძელესი აბრაკიდია. საიდანაც არ უნდა გაიხედოთ, ყველა მხრიდან დაინახავთ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს. ძალიან კარგი იყო, ძალიან ვისიამოვნე. ყავდა გიდი, რომელიც რა თქმა უნდა, ეხლა მან რო იარო, ვერაფერს ვერ გაიგებ, დამიჯერეთ. ვინმე თუ დაგყვება და გიხსნის რა არის. აი მართლა ვერაფერს ვერ გაიგებ. ნუ გასაგები, ეხლა გაიგებ რო ის აბრეშუმი თუ რა, მაგრამ აი დეტალებს ნამდვილად ვერ გაიგებ რა. უმჯობესია თუ გიდი დაგყვება და გიხსნის დეტალებს და ისე მომეწონა ხალხო. რა თქმა უნდა, თქვენ კადრებს როგორ დაგიტოვებდით ისე რომ ეს არ მენახებინა თქვენთვის. იქ სხვა ფორმატის ვიდეოებს ვიღებდი, მოგრძოთ. ხო და YouTube-ისთვის რაღაცა კადრები გადავიღებ ბრტყლად, ანუ როგორც ჩვეულებრივად ვიღებ. ძალიან მინდოდა რომ თქვენთანაც ყოფილიყო და თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს კადრები და ცოტა გადავიღე, ნუ ბევრი რა თქმა უნდა იქ ვიღე, ოღონდ სხვა ფორმატის. ძალიან საინტერესო იყო, ჯერ შენობა მომეწონა ძალიან, ნუ საოცარი რაღაცა ორნამენტებია, პეპლების, ჭიების და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა პირდაპირ არის ასახული, რისთვისაც ვიყავით იქ. იქ სადგამები, უამრავი ფოტოები იყო გოგოებო. როგორ ამუშავებენ აბრეშუმს, ასევე ცოცხლათაც გვაჩვენეს, როგორ მიირთმევდა ბედნიერად თუთის ფოთლებს, როგორც იცით, აბრეშუმის ჭია მხოლოდ თუთის ფოთლებით იკვებება და სხვა საკვებს არ იღებს, ანუ სხვა ფოთლებს არ იღებს და მე წაკითხული მქონდა, რომ ასევე იღებენ სხვა ფოთლებსაც, მაგრამ იქ როგორც ამიხსნეს, ის არის გარეული. ანუ ეს არის შინაური, რომელსაც ყველაფრისთვის ვიყენებთ, ყველაფრისთვის, ანუ სამოსისთვის, ეს იქნება რაღაცა დეტალები, აქსესუარებად თუ ასე შემდეგ, ანუ ყველაფერს, რასაც იყენებენ აბრეშუმს და რასაც ვარქვათ ჩვენ აბრეშუმს, აბსოლუტურად ყველაფრისათვის გამოიყენება შინაური ოღონდ. რაც შეეხება გარეული უკვე სხვა რაღაცებსაც მიირთმევს და ის, რა თქმა უნდა, რაღაც ასე მასშტაბური და მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე შინაური, ამას კიდე სხვა მოვლა უნდა, სულ სხვა ტემპერატურაზეა საჭირო რომ იყოს და ჩვეულებრივად ხა შენს ოთახში რა ტემპერატურაც გაქვს, იმაზე ვერ ამყოფებ. საოცარი სანახაობა იყო, ძალიან მომეწონა, ძალიან მოვიხიბლე. და ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ადამიანმა ნამდვილად უნდა ნახო, მინიმუმ სანამ მოკვდები იქამდე, ერთხელ მაინც. მე სიამოვნებით წავიდოდი კიდევ, იმიტომ რომ
მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი, ისე რაღაცები ვერ გავიგე, იმიტომ რომ თან ვიღებდი, ხან იქით ვიღებდი, ხან აქეთ ვიღებდი, ხან ბავშვებს ვიღებდი, ხან საწყობს, ხან ჭერს ვიღებდი და ბევრი რამ რაღაცა დეტალები გამომრჩა, რასაც საუბრობდა გიდი და სიამოვნებით წავიდოდი და ვნახავდი მით უფრო რომ მუშტაჭი თუ შეივლი, ფარებიკაც შეიარე ორნაბიჯზეა. ოღონდ არ ვიცი ეს წინასწარ დაჯავშნა თუ რა და როგორ დეტალები ნამდვილად არ ვიცი და ალბათ შეთანხმება საჭირო იქნება, ვერ გეტყვით. მაგრამ ვთვლი რომ აუცილებლად უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი საიდან მოდის. ასევე მაქმანები იყო, სხვადასხვა მატერიები იყო, აბრეშუმის ულამაზესი და საოცარი, რო იცი რასთან კავშირი ხება და საიდან ხდება, ეს ყველაფერი რაღაცა უფრო მეტად გელამაზება ადამიანს და ძალიან მომეწონა ნამდვილად შენობაზე გადავირიე. და კიდევ რა იყო? ხო, ბევრი დეტალები იყო, მოკლედ, რაღაცა ცოტა დაზიანებული თუ ასეთი თუ ასე. ყველაფერი, რაც კი შეიძლება თავში მინიმუმ ერთხელ მაინც მოგივიდეს აზრად, აბსოლუტურად გოგოებო, ყველაფერი შეგიძლიათ, რომ ნახოთ ასევე აბრეშუმის პეპელა, რომელიც აგვიხსნა, რომ 400-დან 500 კვერცხამდე დებს, როგორც არსებობს მდედრობითი, ასევე არსებობს მამრობითი, რომ მდედრობითი ბევრად დიდია და მამრობითი ბევრად პატარაა და მოკლედ ძალიან ბევრ რამეზე ისაუბრა და ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით 5-6 წლის პატარები, დიდები და აგერ გაგანია 40 წლის ადამიანებიც და ამაზე უფრო დიდი ასაკისების თუ არ ხართ დამყოფები, აუცილებლად უნდა ეწვიოთ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს, რომელიც ჩემდა სამარცხვინოდ, აი მართლა შოკირებული ვარ, როგორ რანაირად არ ვიყავი აქამდე დამყოფი, მართლა გაუგნებული ვარ და ძალიან მიხარია, რომ მოკლედ მოვინათლე ამ კუთხით. ძალიან ბევრი ისეთი რაღაცები იყო, რაც თუ გიდმა არ აგიხსნა ნამდვილად რომ ვერ გაიგებ ეგეთი. ასევე ძალიან ბევრი პეპლების რაღაცა გამოსახვა ფიტულები ელაგა, რაღაცა მაკეტები იყო ძალიან საინტერესო, როგორ მოაქვთ ფოთლები აბრეშუმისათვის, აბრეშუმის ჭიისათვის, რომ შემდეგ აბრეშუმი დაამუშავოს და მოკლედ, აი რა ვიცი მე. ენით ვერც აღწერ ხალხო და იმდენი კადრიც არ ჩამისვამ, სიმართლე გითხრათ არ გადამიღია თქვენთვის ყველა დეტალი, ყველა დეტალს მართლა ვერ გადავიღებდი, უამრავი რამ იყო და თან ბევრი საქმე მქონდა, სხვა საქმისთვის ვიყავი იქ და შესაბამისად სულ ჩემი კონტენტისთვის ბუნებრივად ვერ გადავიღებდი და რა ვიცი, ყველას გირჩევთ მოკლედ რა, რომ მით უფრო თუ შვილები ყავთ, წაბრძანდეთ, წაიყვანოთ თქვენი შვილები და ეზიაროთ იმ საოცარ წუთებს, რომელიც შეგიძლიათ ამ მუზეუმში დაათვალიეროთ. ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, რომ ერთხელ აუცილებლად კიდევ მინდა წავიდე და აი სიხმისეულად რაღაცნაირად გავიგო ბევრი რამ, უფრო მეტად ბევრი რამ დავათვალიერო და დავათვალიერო ნელა და არა ჯლიგინით. ხო და რაც კაი იყო ძალიან. თქვენ გონიათ აღარ მაქვს? ეს კიდე დამიტოვა, მაგრამ მე ვინანე რომ არ ვიყიდე, იმიტომ რომ ფასდაკლებით იყო ესე დიდი შეფუთვა. ხო და მოკლედ ესეთი ამბები გოგოებო, ძალიან კარგი იყო, ძალიან. ხო, ნუ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ვკითხე ახლა რამდენად მუშავდება და საერთოდ თუ ვინმე არის ამ საქმით დაკავებული, თუ ვინმე რა ერთი ადამიანი კი ვიცი, ყუტიას სახლის სადაც აიდა, ვინც არის დია სახლისი, ბლოგერია ის გოგო თორცდები, ნუცა არ მახსოვს ზუსტად, მის ოჯახში ვიცი, რომ ძალიან ეს სერიოზულად არიან ამ საქმეში შეჭიდებულები. ნუ ეს რაც ესე საჯაროდ ვიცი, თორე სხვა თუ ვინმე რამეს აკეთებს მსგავს არ ვიცი ნამდვილად და მითხრა, რომ თითქმის აღარავინო, სამწუხაროდ თითქმის აღარავინო. მაინც დამივარდა.
მოკლედ ესეთი ამბები. ასევე ვისაუბრეთ პეპელაზე, აბრეშუმის, რომელიც ძლებს 2 კვირა, ჩვეულებრივ პეპელასგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, ცოცხლობს. და ეს ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა ყველას თქვენი კომენტარებისათვის, გოგოებო, ძალიან მიხარია. რაღაცნაირად დაუბრუნდი, ასე ვთქვათ, ზუსტად დაკარგული ვიყავი და ახლა რა ვიცი, კარგი სტარტი მაქვს აღებული, როცა მცალია, ხო, ეგრე ემთხვევა რა. ხო და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურებთ, ვინც მიკომენტარებთ, ყველას უღრმესი მადლობა, რაც შეეხება თავის მოწესრიგებას, რაზეც რამდენიმე სიტყვა ვთქვი, ადამიანებმა რო არიციან, რაზე მიგითითონ, ამიტომ ყველაზე მარტივია ჩემი აზრით, რომ მის გარეგნობაზე ისაუბრო, ხო, მეტი რაზე უნდა ისაუბრო, ხო? და რაღაცა მიგითითონ რაღაცეებზე და რაზე უნდა მიმითითონ, ეხლა სხვაზე მართლა ვერ ვხვდები. ერთ-ერთი ალბათ წონაა, რაზეც უნდა მიმითითონ, და ავტომატურად მითითებენ. სხვა მართლა მათთვის ეს წონა კრიზისია, გესმით და მათთვის ეს პრობლემაა. თორე ჩემთვის მიუღებელია ადამიანს მსგავსი რამ უთხრა და დავუწერო, მაგრამ ასეთი ადამიანებისაგან ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ზოგადად და არც მიკვირს, უბრალოდ ცოტა მომბეზრდა, თორე რა უნდა გამიკვირდეს გეხვეწებით. დაუბერდი ხალი. არა დაუბერდი, მაგრამ მაინც. იმდენი დავყარე სახლი მოსახვეტი მაქვს. და დავაწყრიალე დღეს დილით. გულში მედალაგებული დავტოვე და რაც ცოტა ისე იყო დღეს ეს დავალაგე და ხელახლა დასალაგებელი გამიხადა. დავრეკე მეთქი მე და კობა ერთად დავლევთ ყავას რას დალევ. გვიან მოვალ და კარგად იყავი მოვთხარ. ასეთი ამბები იყო, მოკლედ გოგოებო. ძალიან კარგი იყო. იმდენი ყავა ჩაყვარე, აი ამდენი ნალექი. ყობა იძახის შენს მოდუღებულ ყავას ვერ ვსვამთ, რატომ მეთქი? ჯერთი მწარეაო. ჩექვარი ბევრად ტკბილს მიირთმევს. და მე იმდენი ყავას ყრი, რომ გულის ტკივილები დამეწყო და ერთ-ერთი სტკიო და ხო და ყავას არაბრალებ და ბუმს ბუმის გამო და მე ხმას აღარ ვიღებდი იმდენ ყავას ყრო შება ყავის გამო. სტკიო და რას კაიგებ. ასე რომ ვისაც გიყვართ ბუმი, ენერგეტიკული, მინდა გითხრათ, რომ საშინელ გულის არითმიას იწვევს და გეჩვენთ რომ მოერიდოთ. ხო. ნაგავი ნახეთ ხალხო უბრალოდ. დილამშვიდობის მეგობრებო. ჰაი. დილიდან ვარ გადასესილი. დოდონას ვიდეო ჩავწერე და გადასეზვა მაქვს გამოყოლილი. დღეს გადავწყვიტე რომ თმა ავიწიო. ვაიმე, აი ამას ხედავ, თქვენს ხედავ თუ მარტო მე ვხედავ, აი ეს რო გადაობს ხალხო. უკვე აღარც ლაკი რო აღარ შველის რა გავაკეთო. დღეს მოკლედ გადავწყვიტე თმა გადამიწია, იმიტომ რომ ცოტა აი აქ რო რაღაცა მიქანავებს, უკვე თვალთან ნერვებმა ამასხა და მეთქი მოდი დღეს რამენაირად ავიწიოთ და უკა როგორ მაგაწეული არ მკითხოთ. ეზე და სხვათა შორის მაჩუქა ჩემმა პიანისტმა და ასეთი სტილის ხომ აქვს მეორე, უგუნდეს ოდნავ სხვანაირი ნაჭერია. ხო და ნავი გადასარევად კი ვიყენებ მშვენივე, რათა ამ მუცელზე მთავარია მეტევა და რაღაც დავეცებ. დღეს დიდი დღეა, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, აი უსაზღვროდ ბევრი საქმე ხალხო, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ხო და სამსახურშიც და სახლში მაქვს იმდენი საქმე. Εν რაოდენობის ჭურჭელი დავტოვე ნიშარაში, იმიტომ რომ გუშინ ძალიან
მივარდნილი ღამის საღამოს და ენერგია აღარ მეყო. და გადავწყვიტე რომ დასვენება ჯობდა ძალიან კიდე ზედმეტად ახლას მივხვდი იმაზე რომ ჭურჭელზე ალერგია მაქვს მე რომ ნიჟარაშია მაგრამ დღეს დილით ვერ დავრეცხე იმიტომ რომ ყველაზე ძინა და ახლა მაგას ვარ ავახრიალებდი სახლიდან გამომაგდებდნენ და დღეს რომ მივალ ხო წარმოგიდგენიათ მთავარია ფანჯარა დავტოვეხია რომ აი სული არ დამხვდე სახლში რომ მივალ იქითარეცხი და იქით დილი მაგ კიდე გასაკეთებელი და შეიძლება ვერ გადავრჩე. მეორე დღეს მომიკითხე, ვაი და თუ ვერ გამოვჩდი. ბედნიერი. უსაშველოდ მტკიოდა თავი. ამიტომ შხაპის მერე სკალპის მასაჟორს მივადგი, რომელიც გამომიგზავნა Leo Oil-ი, არაჩვეულებრივი ბრენდია, რომელიც აწარმოებს თმის ცვენის სხვადასხვა პროდუქციას და ზოგადად ძალიან საინტერესოა, თუ გადახედავთ, კარგ ზიზავთ Leo Oil-ს. ხო და ვიმასაჟებ ხოლმე ზოგადად ძალიან ხშირად თავის ტკივილშველის, იმიტომ რომ ხსნის ყველაფერს, რაც კი შეკრული გაქვს შიგნით სისხლძარღვი და რომ ვეღარ სუნთქავ ტკივილისაგან, ძალიან შველის მოკლედ და ძალიან ხშირი მომხმარებელი ვარ სკალპის მასაჟორის და მით უფრო ვისაც თავი გტკივად გირჩევ. ჩანთაშიც ვეტევიო და გადაწყვიტა რომ ცოტა ხანი აქ ჯდარიყო. აი ხალხო. გუშინა დამირეკა შუშანამ. როგორც მოგეხსენებათ, გათხოვდა. აღარ მესომება წნევა, აღარ მესომება. ესა კაცი გძიტა მგონი 3 სარი თუ უნდა გახდეს არ ვიცი რაღაცა რა ჯერა შუშანა არის 520 წლისა და უჩხუბიათ ცოლქმა დაუჭამიათ ერთმანეთი. ბარგსა ვალაგებოდა შენთან მოვიძრა. რა სამკალო მევთხარი მე შენთან მოვიდივარ. ხო, სად მოდიხარ? ახლა მე თვითონ კიდეზე ვარ ყუდებული ისე ძინავს და სადავაჭინო შუშანა ხო? მე უნდა მოვარდეს ქმარი იქა ეჯახოს გამოდიდი ლაპარაკო აი მე უფალო. მე უთხარი მოვალ დაქსამთ და გალაპარაკებთ მე უთხარი რომ მოყვარდი შეხანი ჯამაკლები და შუშანა თავის გადაღებული ქმარი. არა მიხალატო რა საკალო მე უთხარი ხო აღარ ვიდა მილაპარაკო მარა ახლა თუ მაგის ღალატე შეში დაჩეს ხა ვიმეს გახედოს თორე ასცი ხო და მე უთხარი საიდან მოიტანე ქალო მე უთხარი მესიჯები წავუკითხე მე რა იწირა მე უთხარი სუდანიაზეო გელოდებ რომ ვიღაცა ქალისთვის მიუჭერია და ვარდებით გაუგზავნია და შუშანას ვარდებში ამოასხარო ჩვენთვის არ უჩუქებიო და ვიღაცა ქალს უკნის გჯეტა უნდა მოსუქმარო ხო და არ ვიცი ეგ არ მომიდეს ხო მოვიკრავ თავსა ეგრევე ჩამოვიკიდე ბაწარ და დავეკანები ხო და უნდა წავიდე შუშანასთან დავაზავ აი შუშანა ვაკლიაკია სული ბედნიერებისათვის ხო და ამან ხო სისხლი გამითეთ ამან და შუშანამ დღეს ბოლო მომიხეს ხო და უნდა მოვიშლე ორი პლიტკა შოკოლადი და მივიდე ხო და უნდა დავილაპარაკო რომ არ დაინგრეს ოჯახი ახლა რატო უნდა დაინგრეს ხო რა უნდა გოგო ჩამატვი ხო შუშანა დედა ალო ხო შუშანა დედა არა შუშანა დედა რა ვწევარ ფაჯარაზე ვიყავი შემხტარი და ხეხავდი ალო ხო შუშანა დედა რა ვიცი შუშანა დედა მიზარი რემონტი მქონდა და ცოტა დავიკარგე თორე შენ არ მოგაქცევდი ყურადღებას უფალი მაპატიებდა
ხა შუშანა დეიდა რა ვიცი არ ამიშავს კარგად კარგად ალო ხო შუშანა დეიდა არა აღარ მიფართოვდება თვალები რათა ვიმკურნალე ჩადგა თავის კალაპოჩი იმეკითხება ალო რა იყო შეკაიბამდა შუა აღბაბი სული ჩაბერი ხო რა შუშანა დეიდა რა შვება შენი გაუხრებული გოგო ის არის გათხოვდა კიდე ნუ თუ რაღაცა მომელანდა ეგრე გაშორდა მე თუ მაღალო დაიცა ესეთი ორი დღე და მე გაშორდეს ხოლმე რა არ მოეწონა ისა ასხეს კარგად ასხეს აბა შეხედე ხო არა უნდა გაშორებოდა ხა სამი ოქრო რა მაგას ვერაცვალე ხო შუშანა დეიდა სწორათა გამიგეთ ახლა მაგას არო თავშუჭვინი არ აქვს და შენადგიზე მაგას სიმაში რა მოხდიდი სუჯოჯი 4-ია მაგრამ ახლა ხო ამ საუკუნეში უკვე შემატყება არ შეიძლება ხო უნდა მიუშვათ თავის ნებაზე მომისმინე დათვალე რამდენჯერ გათხოვდა მერვე არა ჯერ ცოტა არას ლაბარაკობი დაჭირება კიდე დაკროკოს და არაფერი არა შენთვის არ მithქვამს შენთვის არ მithქვამს არა უიდედა ხო რა ვიცი მეც არ ამიშავს ჩემი ბალღიც ახლა მოგეხსენება განათლების პიკშია და განათლებულია და ეს რო დადის ხო ხვდებით ჩერდება დრო და ვიზა ზოგადად ტრასებში მანქანები ჩერდება და შუქები ქრება და ყველა მისტენებია ისეთი შვილი გამაჩინე ხო ალო ალო ქალო შუშანა უარა მოკდა ქალო ალო